სოკრატემ ბრძანა მე ის ვიცი რომ არაფერი არ ვიციო. შემდეგ ვიღაცა გენიალურად უპასუხა. არ მახსოვს ახლა არ გამომედავოთ ვინ იყო ეს ვიღაცა. გენიალურად უპასუხა მე ის ვიცი რომ სოკრატემ არაფერი არ იცისო. ასევე არის ძალიან ბევრი ადამიანი რომელმაც არაფერი არ იცის და მაინც ლაპარაკობს კაცო. სოკრატემ თუ თქვა რომ მე ის ვიცი არაფერი არ ვიციო. სოკრატემ თქვა ეს ჩვენ რა ძალაგვადგა ვინ გვაძალებს რომ თქვათ ისეთ რაღაცა რაც არ ვიცით. ხლა ამას რატომ ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ამას ჩვენ სამეფო კლუბის წევრები გახლავართ. გახლავართ ლევან ბერაია და ჩვენ გადაცემა არის საუბრები სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზე. და რატო მონარქია? იმიტომ რომ ერთადერთი სწორი გზა არის, მე მგონი, მე ასე ვფიქრობ და ჩემი თანამოაზრებიც ასე ფიქრობენ, რომ ჩვენი სახელმწიფოების განვითარების და ჩვენი გაერთიანების ერთადერთი გზა სწორად არის მონარქიაზე გადის, სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზე. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი წერილები მოგვდის. ხო და მინდა გაგაცნოთ ეს წერილები და მე ამ წერილების ირგვლივ, ამ მოწერილობების ირგვლივ მინდა ესე იგი პატარა რაღაცა განმარტებები გავაკეთო. აი რას წერს ადამიანი, რომელსაც ალბათ ნაფიქრი აქვს ამაზე, აბა ისე ხო არ იტყოდა კაცო. ერთი ადამიანი არ უნდა იდგეს მეორეზე მაღლა. მხოლოდ იმიტომ რომ ისი წინაპარი იყო წარჩინებული. ადამიანთა აღზევება უნდა განაპირობოს ნიჭმა და არა გვარმა. აი აბსოლუტურად ვეთანხმები ამ პიროვნებას. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ჩვენც იგივეს ვამბობთ. მონარქია არ ნიშნავს იმას, რომ დავუშვათ ჩვენ აღვადგინოთ წოდებრივი რაღაც წოდებები აღვადგინოთ და ადამიანებს, იმ ადამიანებს, ვისაც წოდებები გააჩნდა, დაუბრუნოთ თავიანთი, ესე იგი, ეს სისულელია, ეს არის უტოპია და ეს საერთოდ ამაზე ლაპარაკის და ფიქრის ზედმეტია, იმიტომ რომ ეს ძალიან უნდა იყოს, ძალიან ჩაუხედავი იყო ეგეთ საკითხებში, ეგეთი რაღაცა რომ თქვას, რა თქმა უნდა, რა დროის ესეთი დამოკიდებულება და რა დროის წოდებრივი რაღაც საფეხურებია, როცა დღეს მაგალითად ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დავუშვათ საკმაოდ სიმდიდრე აქვს და საკმაოდ კიდე განათლება და განათლებით აქვს მიღებული რაღაც წარმატებები, აი ნებისმიერ დავუშვათ თავაზე და ნებისმიერ აზნაურზე გაცლებით დიდი პრივილეგიები აქვს დღეს, ვიდრე დავუშვათ დღეს ფულის საზღვრავენ ყველაფერს და არა წოდებებით. ის წოდებებიც მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი ის ადამიანი, ვისაც აზნაური იყო, ვისაც თავადი იყო თავისი სისხლით და თავისი ხმლით და თავისი ქნევით და თავისი ქვეყნის გადარჩენის და თავისი წინაპრების, ესე იგი, გადარჩენის და თავის სარწმუნოების გადარჩენის ხარჯზე აქ ეს ყველაფერი მოპოვებული, ეს არ იყო ისე დარიგებული და დაუშვათ ისე ციდან ჩამოვარნილი წოდება კი რაღაც გარკვეული ნაწილი მოდიოდა უდიდგანვე მოდიოდა და როდიდან მოდიოდა მაგის გარკვევა ახლა ძალიან ძნელია, მაგრამ უდიდესი ნაწილი იყო ესე იგი შეძენილი ომში და თავის ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლაში, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. დღეს შეიძლება ომებში არ ვიღებდეთ მონაწილეობას და არ ვიქნებდეთ ხმას, მაგრამ სხვანაირად ვემსახურებოდით ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს და აქედან გამომდინარე რა დააშავა იმ ადამიანმა, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის თავისი ერისა და ქვეყნის წინაშე. ასე რომ აი ამაზე ლაპარაკი, რომ ესე იგი წოდებრივობა და რაღაცები საქართველოში უნდა აღდგება და რაღაცა მოვა ვიღაც სისხლისმხელი მონათმფლობელი ან სისხლისმხელი თავადი მოვა, რომელიც დაჩაგრავს გლეხს და რაღაცა წარმოუდგენელია. ეგეთ რაღაცა მაშინაც კი არ ყოფილა, როცა თქვენ რასაც თქვენ გულისხმობთ, რომელ პერიოდსაც თქვენ გულისხმობთ საქართველოში, მაშინაც კი არ ყოფილა ეგეთ რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენთან ესე იგი ეს ყველაფერი პატრონყმურ დამოკიდებულებაზე იყო, ესე იგი დაფუძნებული და არა დავუშვათ ბატონყმურზე. გინდაც გაეცანით ჩვენ ისტორიას და ნახავთ აბა თუ სადმე წააწყდებით გლეხთა აჯანყებას, რომელიც მეფის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. მეორე კიდე რომელიც ესე იგი
ძალიან აწუხებთ ეთყობა ზოგიერთ ადამიანს ინტერნეტის ეპოქაში მონარქიის საუბარი ცოტა არ იყოს არასერიოზულად მიმაჩნია, თუმცა ეს ალბათ უფრო გემოვნების საკითხი და არა მნიშვნელობის. შემდეგ კიდევ ყველა საკითხი მოვაგვარეთ, ქვეყანა დავალაგეთ, აკარგული ტერიტორიები დავიბრუნეთ და მონარქიის საკითხი დაგვჭა. საქმეს მიხედეთ მეგობრებო, ძალიან გთხოვდა გეყოფათ ეს რუმპა-ცუმპა. ეს ძალიან საინტერესო შეკითხვა, რუმპა-ცუმპა მომეწონა ძალიან. დღევანდელი ეგრეთ წოდებული ბაგრატონები არიან რუსული წარმოშობის სოციალთა შთამომავლები. ხელისუფლებათა ღვთაებრივი წარმოშობის იდეა საკმაოდ არქაულია და გვხვდება ყველა ხალხშია. ეს ძალიან საინტერესოა. მე მინდა ბატონ ლევან ჩხეიძეს ერთი ამონარიდი წაგიკითხოთ, რომელიც ეს შეესატყვისება ძალიან ბევრ რაღაცას და ძალიან ბევრ რაღაცაზე არის პასუხია გაცემული. ეს ქვეყანა თუ შენ ქვეყნად მიგაჩნია პატივი ეცი მის ისტორიას. ბაგრატონები ამ ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილია, როგორც მინიმუმ სარკაზმით ლაპარაკს მოიშვი, როცა ბაგრატონებზე ლაპარაკობ. თუ შენი პატრიოტიზმი გინდა, ვინმე ირწმუნოს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მონარქიის აღორძინებისათვის, მაგრამ ეს პროექტი არ უნდა იყოს მონოეთნიკური. მონარქიის აღდგენის საქმეში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ როგორც ქართველებმა, ასევე მის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ყველა ერის წარმომადგენლებმა. და ჩვენ არ უნდა გავყოთ არავითარ შემთხვევაში პირიქით უნდა აუხსნათ, დავამტკიცოთ, რომ მონარქია ჩვენი ქვეყნისათვის უკეთესი წყობაა, ვიდრე რესპუბლიკა და აქტიურ ბრძოლაში ჩავერთოთ მონარქიისათვის. ეს არის ბატონ ლევან ჩხეიძის გამოთქმული მოსაზრება, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები მე პირადად. ეხლა მე მინდა ესე იგი ჩვენს იმაზე რა ვქეთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი საიტი გვაქვს Royal G, ასეთი საიტია, ვისაც გაინტერესებთ და ეს არის ძალიან საინტერესო საიტია და ხშირად ეგ არის ძალიან მარტო ერთი მიმართულებით არ არის ეს საიტი, ესე იგი არის ძალიან ბევრი საქართველოს ისტორია შეეხება, გვარების ისტორია შეეხება, მონარქიას შეეხება და ძალიან ბევრი კულტურული რაღაც ისინია, აქვია მაგას ძეგლების აღწერები, მოკლედ არის ბიოგრაფიები, ადამიანთა ბიოგრაფიები და ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო საკითხებია, ანუ ესე იგი წარმოდგენილი და ვისაც გერალდიკაზეა ძალიან დიდი რაღაც ისინი კიდე დათმობილი რაღაცა და ასე რომ ვისაც გაინტერესებთ ესეთი საკითხები შეგიძლიათ Royal G-ზე შეხვიდეთ და ნახოთ გაეცნოთ ჩვენი ესე იგი სამეფო კლუბის ესე იგი საიტი. ერთ-ერთ სტატიას ასე თქვათ, ესე იგი ამონარიდებს წაგიკითხავთ, რომელიც სწორედ იმათ ეხებათ, რა ქვია მაგას, იმ საკითხებს, ასაკითხებს ახლა ჩვენა გავაჟღერეთ. აი სენ შნემანი ამტკიცებს, ესე იგი ეს რა ქვია მონარქიებს შეუძლიათ დადგნენ პოლიტიკაზე მაღლა იმგვარად, რაც არ ძალუს სახელმწიფოს არც ერთ მეთაურს. მონარქი წარმოადგენს მთელ ქვეყანას, ისე რომ არც შეუძლია და ვერც გააკეთეს თუნდაც დემოკრატიულად არჩეული მეთაური. მონარქიაში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების არჩევანი შეუძლებელია მოექცეს ფულის, მედიის თუ პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ. მონარქიის ინსტიტუტი აერთიანებს განსხვავებულ და ხშირად დაპირისპირებულ ეთნიკურ ჯგუფებს. საერთო პატივისცემის მქონე მონარქიის ქვეშ ნაცვლად რომელიმე ეთნიკური თუ ტომებრივი ჯგუფისა. ყველა პოლიტიკური ლიდერი, პრემიერ-მინისტრი თუ მინისტრი მოღვაწეობს როგორც მეფის მსახური. თვით იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რეალური ძალაუფლება იმ პირებზეა, მონარქიის არსებობა უზრუნველყოფს ქვეყნის დაცვას რადიკალური თუ სრული უზურპაციისაგან. მონარქები არიან ტრადიციულობის და განგზობადობის დამცველები ცვალებად სამყაროში. კრიტიკა უმეტესად ეფუძნება ორ იდეას. პირველი ისაა, რომ მონარქმა შეიძლება ჩაიგდოს მთელი ძალაუფლება და მოგვივლინოს ტირანად. თუმცა თანამედროვე ეპოქაში უმეტესი მონარქები შეზღუდულნი არიან როგორც კონსტიტუციური, ისე ტრადიციული საკანონმდებლო ჩარჩოებით, რაც უზრუნველყოფს მათ ხელისუფლების სტაბილურობას. ნებისმიერ კარგ მონარქს შეიძლება ჰყავდეს უღირსი მემკვიდრე. ესე შეკითხვა, თუმცა დღესდღეობით უფლისწულები განსაკუთრებით აღიზრდებიან დაბადებიდანვე მომავალი მეფობისთვის და მუდმივად არიან მედიის დაკვირვების ქვეშ. ეს იცავს მათ ცუდი საქციელისაგან. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ისინი იბადებიან რა მმართველობისათვის გადიან
მუდმივ პრაქტიკულ აღზრდას, როგორც იურთერთონ ხალხთან, პოლიტიკოსთან და მედიასთან. მონარქია გააგრძელებს არჩევნებს თავისთავად, როგორც მნიშვნელოვან და მომგებიან პოლიტიკურ ინსტიტუტს, სადაც ჯერ კიდევ არსებობს. ეს ძალიან საინტერესო მოსაზრებებია ამ ადამიანის. შემდეგ ესე იგი შემდეგ გავაგზავნებ კიდე ესე ციტირებას ამ ჩემი მეგობრების და ჩემი პარტნიორების საგერმემი და ასე ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენისა და აფხაზებთან და ოსებთან ურთი აი ეს არის ის პასუხი იმაზე თუ ესე იგი აგერ რო ადამიანმა რო ესე იგი ყველა დაკარგული ტერიტორიები დაუბრუნეთო და მონარქიის საკითხი დაგვჭა მხოლოდ მართლაც მასია ეს თუ დავუშვათ ჩვენ დაუბრუნებთ მონარქიას მე ნამდვილად ვიცი რომ დავუბრუნებთ და აღვადგენთ მონარქიას ჩვენ დავუბრუნებთ დიდი შანსი გვაქვს იმისა რომ დავუბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხში მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მეფის ფიგურა თუმცა აფხაზებთან და ოსებთან პრობლემა მოხელოვნათა შექმნილი გარე ძალების მიერ ეს ყველა მიცით ისტორიულად ცნობილია რომ ბაგრატიონები აფხაზთა მეფეებიც იყვნენ ზოგიერთი დღევანდელ და ისტორიულ აფხაზებს ასხვავებს ამ შემთხვევაში ამას გადამწყვეტილება არ აქვს დღეისათვის აფხაზებად მთელ მსოფლიოსათვის მოიაზრება ეს ხალხი რომლებიც თავს აფსუას უწოდებს და ქვეყანას კი აფსნის მთელი მსოფლიოსათვის აფხაზი ერი ქართველთაგან განსაკუთრებულად არის მიჩნეული ასეთია რეალობა დღეს ბაგრატიონების დინასტია იყო აფხაზეთის მეფეთა დინასტია საუკუნეების მანძილზე სწორედ აფხაზეთიდან დაიწყეს ბაგრატიონება საქართველოს გაერთიანება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს მესიჯი უნდა მივაწოდოთ აფხაზებს და უნდა უთხრათ თუ ჩვენ ერთად ვქნიდით და ერთად ვაშენებდით ამ ქვეყანას კაც ხო და ერთიანი ძლიერი საქართველო როცა ესე იგი ეს ბაგრატმა და უშუალოდ ბაგრატმა გაერთიანა ეს ქვეყანა აფხაზეთისა და ქართლის ისინი რომ გაერთიანდნენ და ერთიანი საქართველო შექმნეს აი ეს პერიოდი ყველაზე ძლიერი იყო ძლიერები ვიყავით და საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო შევქმნით და ასე მგონია რომ დღესაც თუ გავერთიანდებით ჩვენ და ერთიანი ძალებით შევქმნით ძალიან ძლიერ სახელმწიფოს ისეთ სახელმწიფოს რომელიც დაუშვათ რომელზეც ვოცნებობ თითოეული ჩვენგანი ასეა თუ ისე აფხაზეთის და ასევე ჩრდილოეთ ქართლის მიზაწყალი არის ბაგრატიონთა დინასტიის ლეგიტიმური ტერიტორია ამას აღიარებს ყველა დინასტია სოფლის ყველა დინასტიაზე ლაპარაკი სწორედ მთელი პროგრესული სოფლისათვის საკმაოდ დამაჯერებლად და მნიშვნელოვანი იქნება ისეთი სახელმწიფო მოწყობა სადაც ქვეყნის მეთაური მეფე იქნება ორივე ერის როგორც აფხაზების ისე ქართველების ისტორიული დინასტიის თავმავალი ორივე ერის შვილი ორივე ერის ინტერესების დამცველი ერთგვარად არბიტრიც კი მათ შორის ეს აისახება კონსტიტუციაში თავი ესე იგი საქართველოს მეფე საქართველოს მეფისათვის აუცილებელი იქნება ქართული და აფხაზური ენების კარგად ცოდნა აფხაზეთის შესაძლოა დაარსდეს მეფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეზიდენცია მეფე ტახტზე ასვლის წინ აფხაზი ერის ინტერესების დაცვის გარანტიას მისცემს ჩვენს მოძმე ხალხს აფხაზეთის კონსტიტუცია პრეამბულა და თავი საქართველოს მეფე ცნობილია რომ ბაგრატიონები არიან მემკვიდრე თამარ მეფის დედის მზეთუნახავი ბურდუხანისა რომელიც იყო ასული ოსთა მეფის ხუდანისა თამარის ქმარი დავით სოსლანი გახდათ ბაგრატონთა ოსეთის რა თქმა უნდა ჩრდილო კავკასიის რადგან სამხრეთ კავკასიაში ოსეთი არ არსებობდა შტოს წარმომადგენელი რომლის ზარგებში გარდა ბაგრატიონთა სისხლისა ოსთა მეფის სისხლიც შჩქებდა ამგვარად ბაგრატიონები ჩვენი ქვეყნის ოსი ეროვნების მოქალაქეების და ახლობლები არიან ბაგრატიონები არიან ასევე სომეხი მეფეების შთამომავლებიც აგრეთვე ქალთა მხრიდან ასევე ბაგრატიონებს ნათესაობა ჰქონდათ ალბანელი ეს შირვანელი ხალხის რომელთა მემკვიდრეები დღეს აზერბაიჯანელები არიან დინასტიასთან შარვან შახებთან ბაგრატიონებს ნათესაობა ჰქონდათ კავკასიის სხვა ხალხებთანაც რომელთა სათვისტომები არის წარმოდგენილი საქართველოში ეს ნამდვილად ასეა მე მინდა რომ ესე იგი დაგარწმუნდოთ რომ თუ დაუშვათ საქართველოში აღდგება მონარქიული წყობა მე ხალხს უსმევ აღდგება და არა დაუშვათ რაღაც ჩვენ ახალს არ ვიგონებთ ჩვენ
ისტორიულად და ტრადიციულად ვიყავით მონარქიული ქვეყანა ვიყავით, ყავდა მონარქი ყველაზე დინასტიურად ბაგრატიონები 1000 წელზე მეტ ხანს მეფობდნენ საქართველოში, ამდენი მე მგონი არც მახსოვს რომ ვინმეს ამდენი ხანი, ესე იგი ერთ დინასტიას ამდენი ხანი და ამხელა პერიოდით ემეფა რომელიმე ქვეყანაში. ეს იქიდან იყო გამოწვეული რომ ჩვენ საკვირველი და საოცარი მეფეები ყავდა, რომელიც ხალხის სამსახურში იყო, ემსახურებაში იყვნენ, ხალხის მსახურებაში თავს დებდნენ და თავს წირავდნენ ჩვენი ერისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის 12 მაგალითი გვაქვს ჩვენ ისტორიაში, ანუ 12 ზნეობრივი გმირი, რომელიც ესე იგი გმირობის მაგალითს აჩვენებდნენ თავიანთ ქვეყანას და აჩვენებდნენ თუ როგორ უნდა ეცხოვრა და როგორ უნდა ყოფილიყვნენ. თითოეული ადამიანი, თითოეული ქართველი რა უნდა გაეკეთებინა და ეს ყოველთვის ამართლებდა იმ მხრივ, რომ ესე იგი ადამიანები ესე იგი როცა ხედავს, რომ თავგანწირულია შენი მეთაური, შენი მეფე, შენი პატრონი, რა თქმა უნდა, განეწყობი უფრო კეთილად განეწყობი და გინდა რომ ესე იგი შენც მაგალითი უჩვენო გმირობის მაგალითი და ამან გადააჩინა სწორედ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა აგერ მე-19 საუკუნემდე მოვედით. ისე მოვედით, რომ კი იყო ძალიან ბევრი შინააშლობებიც იყო, რაღაცა დაპირისპირებებიც იყო, გახეთქილებებიც იყო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ქართველ კაცს არ დაუკარგავს იმის რწმენა, რომ ესე იგი ის ქართველია, არ დაუკარგავს იმისი მოლოდინი და იმისი იმედი, რომ ესე იგი როცა იქნება გაერთიანდებოდა, ისევ გაძლიერდებოდა და ისევ დაადგებოდა იმ გზას, რა გზიდანაც დაუშვათ გადაგვაგდეს ძალიან ბევრმა პირველად მოღოლებმა უდიდესი დარტყმა მოგვაყენეს როგორც მატერიალური, ისე მორალური, შემდეგ ირანმაც არ დააკლო, შემდეგ არ დააკლო ოსმალეთმაც და ამან ძალიან ცუდი როლი ითამაშა ჩვენს ესე იგი ცნობიერებაზე იმდენად არა, რამდენად ესე იგი ყოფიერს უფრო შეეხო, იმიტომ რომ ძალიან შევთხელდი და ძალიან ესე იგი განადგურების პირზე მივედი და ამით ისარგებლა ჩვენმა ჭინჭი გახურმა სამართლებელმა, ასე თქვა, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა და დაპირებების გზით, რა თქმა უნდა, შემოაღწიეს კავკასიაში და შემოაღწიეს საქართველოში და დაგვაკარგვინეს იმ 1000 წლოვანი, ესე იგი დინასტიური, ესე იგი რაღაც ჩვენ გქონდა და რასაც ესე იგი თითოეული ქართველი დიდი იმით რა ქვია მაგას გულიდან ემსახურებოდა მეფეს და ემსახურებოდა მეფობას. ეს ყველაფერი წაგვართვეს, მოტყუები წაგვართვეს და დაგვაკარგვინეს და ეხლა რატოღაც ასე მერე შემდეგ მთელი 200 წლის განმავლობაში ტვინი გამოგვირეცხეს, თან მაგრა გამოგვირეცხეს ტვინი და კომუნისტებმა კიდევ უფრო გამოგვირეცხეს, ჩაგვინერგეს კი ბატონო, ძმობა, ერთობა, თანასწორობა მესმის და მეც ვემხრობი ამას და ყველაფერი სწორია, რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ ბიჭო ის ისტორიული უსამართლობა, რაც ჩვენს მიმართ ჩაიდინეს პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენს მეფეებს არაფერი არ დაუშავებიათ. მე ზოგადად ახლა არ გამომედავოთ, ახლა კი ბატონო, რამოდენიმე მეფე ყავდა, მაგრამ რამოდენიმე მეფეს 12 წმინდანი მეფე გადაფარავს. რა თქმა უნდა, იყვნენ მეფეები, რომლებსაც თითი არ გაუძრავიათ საერთოდ საქართველოს საკეთილდღეო და პირიქით. ძალიან ცუდი როლიც ითამაშეს, მაგრამ ეს ერთეულები იყო ესეთი მეფეები, ყავდა მეფეები, რომლებიც საოცრად მედგრად იდგნენ ამის ქვეყნის სადარაჯოზე და აი ამ ყველაფერმა მოგვიტანა ჩვენ ეს დღევანდელი ყოფა რაც არის. ეს კარგი არის თუ ცუდი არის, კარგიც თუ არის იმათი ბრალია, ცუდი თუ არის იმათი ბრალია, მაგრამ ცუდი სხვების დახმარებით და ხელის შეწყობით გვაქვს ის ცუდი რაც გვაქვს. მოკლედ
რა ვიცი რამდენად მოვიტანე თქვენთან ის სათქმელი რაც უნდა გვეთქვა, მაგრამ მე ერთი მინდა გითხრათ. მონარქია, სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზე აქვს ლაპარაკი, ჰორიზონტალურ, ესე იგი, იმაზე ჩვენ სასტიკი წინააღმდეგი ვართ ყველანაირი წოდებრიობის, რა დროის წოდებრიობა, როცა საცა იმაზე მარსზე, ესე იგი, სასტუმროებს ავაშენებს და როცა კოსმოსის დაპყრობა და ხელოვნური ინტელექტი რაღაც საოცრებებს ახდენს და პროგრესი, ესე იგი, საოცარი პროგრესია ევოლუციის, ასე ვთქვათ. ხო და ამ დროს სასაცილოც კი არის საუბარი იმ რაღაც წოდებრიობაზე, ეს სისულელეა. მაგრამ ერთზე მინდა, ესე იგი, გაგამახვილებინოთ ყურადღება იმაში ევროპაში 12 სახელმწიფო არის მონარქიული სახელმწიფო. და აბა ნახეთ, თქვენ 12-ვე ნახეთ, როგორი განვითარებული სახელმწიფოა და რამდენად დემოკრატიულები არიან ის სახელმწიფოები, რომლებიც დავუშვათ, აი გინდაც ინგლისი ავიღოთ, ესპანეთი ავიღოთ, დანია ავიღოთ, აი ლიხტენშტაინი, მეც არ ვიტყვი, დანარჩენი თქვენ მოიძიეთ ინტერნეტში და ნახავთ, ყველა ეს სახელმწიფოები არის ძალიან დემოკრატიული სახელმწიფოებია და არც წოდებრიობა არაფერი. უბრალოდ რა არიცით, აი ჩვენ ქართველები ისეთი ხალხი ვართ. წამოვიდე 3 მილიონი კაცი ვართ, 3 მილიონი ნახევარი ვართ, სულ ამ 3 მილიონი ნახევრიდან მილიონი ნახევარი გასულია 2 მილიონი ვართ. 10 ვართ, მე მგონი 2 მილიონი, რაც დღესდღეობით საქართველოში ვართ ქართველები და ამ 2 მილიონ ადამიანს რამდენი პარტია გვაქვს, რამდენი აზრი გვაქვს. ასე ვჭამთ ერთმანეთს, გადაკიდებულები ვართ ერთმანეთზე, ესე იგი ერთმანეთს უმტკიცებთ. იმას თუ ვის უფრო კარგად შეუძლია, ესე იგი ქვეყნის მართვა და ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება. ბიჭო, თუ ჩვენ ასეთი მაგრები ვართ, თუ ასე შეგვიძლია, მაინც მე შემიძლია ერთი პარტია რო ვარ, მე თუ მოვალ სახელმწიფო სათავეში და მე ავაშინებ ამ ქვეყანას, მაგრამ მეორე პარტია აგერ მე, ესე იგი ბლოკავს და მესამე პარტია კიდე რა ვიცი ქვევს მესვრის და მეოთხე პარტია ესე იგი დახრეტით მემუქრება და ნუ რა ვიცი რაღაც საშინელებები ხდება ყველა პარტია ცდილობს ცალსაკე და ცალსაკე ბიჭო აი რომ გავერთიანდეთ ყველა ერთად გვერდზე გადავდოთ ეს ჩვენი ამბიციები და რომ გავერთიანდეთ ერთი საქართველოს ძირბილო გავერთიანდეთ და ყველამ ერთად დავიწყოთ ის პრობა და ერთად ავაშინოთ ეს ქვეყანა. არ ჯობია კაცო. მაინც შენ უნდა აშენო, ან მე უნდა ავაშენო მაინც. ერთად ავაშინოთ, მე და შენ ავაშინოთ, ერთად ავაშინოთ. სწორედ აი ამის გამაერთიანებელი მგონია მე მეფე, მონარქი, რომელიც ამას გაერთიანებს, იმიტომ რომ მონარქი აი პარტიებზე მაღლა დგას ყოველთვის, იმიტომ რომ მონარქს არ ჭირდება არც ერთი პარტია არ ჭირდება. მონარქისთვის ერთი პარტია არსებობს, საქართველოს არსებობს, თავისი სამშობლო, თავისი ქვეყანა არსებობს, რომელიც უნდა შეუნახოს თავის შვილს უნდა შეუნახოს, რომელიც თავის შვილის ისე უნდა აღზარდოს, რომ ესე იგი მანაც, ესე იგი თავის შვილის შეუნახოს თავისი ქვეყანა და დავფიქრდეთ მე მგონი ჯობია, რომ ეს გამაერთიანებელი იყოს, კაც ვიღაც ამბობს აი ძალიან ბევრი ფული ისა რა ქვია, მეფის შენახვა, რა მეფის შენახვა, პრეზიდენტის შენახვა რა გიждდება. პრეზიდენტს ხო ინახავ, პრეზიდენტის შენახვაზე უფრო ნაკლები არ დაგიждდება, იმიტომ რომ 4 წელიწადში ერთხელ არ უნდა აიჩიო ეს პრეზიდენტი და ფულები უნდა ყარო კიდე ამაში და ეს არ გჭირდება ესაკაც. რა ვიცი, აბა ახლა მე ჩემი გადასახედიდან, ჩემი მე ასე ვფიქრობ. და მგონია სწორია ეს და მგონია რომ ეს მართალია და მართლა ასე იქნება, იმიტომ რომ გვყავს ჩვენ ბაგრატიონები, რომლებიც საუკუნებს ამგვარმა საუკუნებს გაუძლო კაცო. უბრალოდ გვინდა რომ ესე იგი ვყავდეს რომელიც იქნება მირონცხებული და ღვთივკურთხეული იქნება, რომელიც იქნება ერის სიმბოლო იქნება ჯერეთი. და მე იქნება ერის გამაერთიანებელი იქნება. რა ვიცი, იფიქრეთ. რა ვიცი, მე ჩემი გითხარით, ჩვენ ვაგრძელებთ ამ გადაცემებს ძალიან ხშირად მოვიწვევთ სხვა პიროვნებებს. შეგიძლიათ თქვენც ჩაერთოთ კამათებში მოგწერეთ. გითხარით
წავე შეკითხვები დაგვისვით ჩვენ სათავად თითოეულ თქვენგანს პასუხი გავცეთ. კომპეტენტური, ჩემს უფრო კომპეტენტური მე მოვიწვევ ჩემს გადაცემებში უფრო კომპეტენტურ ადამიანებს ვიდრე მე ვარ. მე შეიძლება სურვილი მქონდეს მონარქიის სურვილი და ის, მაგრამ შეიძლება ესეთი კომპეტენტური არ ვიყო ამ საკითხებში, მაგრამ ჩემზე კომპეტენტურები მოვლენ და იმათთან ერთად ვიმჟელოთ. კიდე დისკუსიები გავმართოთ, მომბრძანდით ჩვენთან და ერთად დავждებით და ერთად ვიკამათებთ იმ საჭირო საკითხებს, რა საკითხები ჩვენ დღეს მე ამალაპარაკებს ქვეყნის სიყვარული და ერთადერთ სწორ გამოსავალს ამაში ვხედავ. ამდენი პარტიები, ამდენი წელია, 35 წელია ვაშენებთ ამ ქვეყანას. გერმანიამ 7 წელიწადში შეაშინა მიწასა გასწორებული ისა, რა ქვია მაგას. სახელმწიფო ჩვენ 35 წელია ვაშენებთ, ერთმანეთს ვჭამთ, ერთმანეთს მე უფრო კარგად ავაშენებ ვიდრე შენ. რა ვიცი, აშენებული აფერი არ ვნახია ჯერ. 35 წლის განმავლობაში ვიღო დენი გვაქვს, დენი ბიჭო უგანდაში აქვს და იმაში აქვს, ბენი უნდა გქონდეს და წყალი უნდა გქონდეს კაცო. ჩვენ მაგაში ვუხდით სახელმწიფოს გზები თუ გაიყვანა, ახლა გზები გაიყვანოს აბარაკაც, მაგაში ხელფას ვუხდით ჩვენს მთავრობას. მთავარი არის სხვა რაღაცა სიძლიერე და ეს რაღაცები რომელიც სამწუხაროდ რა ვიცი, აბა ყველა გვპირდება და ვერავინ ვერაფერს ვერ გვიკეთებს და მოდი მივანდოთ მონაქს ეს ყველაფერი და შეიძლება უკეთესად გამოვიდეს. დააწნდეს ეს ქვეყანა, თავრაც ყველაზე მთავარია დააწნდეს და ალაგეს კაცო. შენ ვიცი რომ გიყვარს შენი სამშობლო. მე ისიც ვიცი რომ იმასაც უყვარს, მეც მიყვარს შენი სამშობლო და მოდი ჩვენი სიყვარული გავერთიანოთ. ამის გამერთიანებელი იქნება მეფე, დარწმუნებული ვარ ასე იქნება და როცა გავერთიანდებით ერთად ავაშინოთ ეს ქვეყანა კაცო. მერე დავждდეთ და ვიმიჯელოთ რომელი გზა ჯობია, რა ჯობია, როგორ ჯობია და რა ვიცი აბა. რა ვიცი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე. კარგად გრძანდებოდეთ.